რატომ არ გაქვთ ძალა? შეიძლება ფიქრობთ, რომ დაიღალეთ, რადგან ძალიან ბევრს მუშაობთ, ან გარშემო მომაბეზრებელი და დამღლელი ადამიანები გყავთ. არა, ენერგია გაქვთ. უბრალოდ ის იხარჯება არასწორი მიმართულებით. ყველა ჯერზე, როდესაც აკავებთ თქვენს ემოციებს შიგნით, არ საუბრობთ იმაზე, რასაც ფიქრობთ და განიცდით. ცდილობთ ყოველასთვის კომფორტული იყოთ. გეშინიათ შეცდომების დაშვების, თქვენ არ ცხოვრობთ ამ დროს. უბრალოდ აკონტროლებთ საკუთარ თავს და თვითგადარჩენაში იმყოფებით. ეს კი ყველაზე მეტად ფიტავს, ნებისმიერ ფიზიკურ დატვირთვაზე მეტად. გამოკვლევებმაც აჩვენეს, რომ ორგანიზმის აღდგენა ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ხდება ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ემოციური შემდეგ. ქრონიკულ კონტროლს კი სხეული მუდმივ დაძაბულობაში ხავს, ხოლო ტვინი ბრძოლის რეჟიმში. ანუ თქვენ სამსახურისგან, საქმეებისგან და ადამიანებისგან კი არ იღლებით, არამედ იმისგან, რომ მუდმივად ცდილობთ სხვების მოლოდინების მიხედვით ცხოვრებას. ეს ქცევა კი ბავშვობაში ფორმირდება. იქ ისწავლეთ იყოთ მორგებული, აკონტროლოთ თავი და შეესაბამებოდეთ ზრდასრულების მოლოდინებს. ახლა კი ეს გფიტავთ. აქედან გამოსავალი დასვენებაში არ არის. გამოსავალი არის შეწყვიტოთ ენერგიის ხარჯვა საკუთარ თავთან ბრძოლაში. ამის შეცვლა კი შესაძლებელია. კონსულტაციისთვის მომწერე პირადში.